დღეს ვისაუბრებთ იმ მითებსა და ფაქტებზე, რაც 2008 წლის ომზე უნდა იცოდეთ. მითი. ომის პროვოცირება საქართველომ დაიწყო. რეალურად რუსეთი ყველა კონფლიქტის დროს ცდილობს მსოფლიო დაარწმუნოს, რომ მისი ქმედებები პროვოცირებული და გამართლებულია. ასე იქცევა დღეს უკრაინაში და ასე იქცეოდა წლების განმავლობაში საქართველოშიც. ოკუპანტი ქვეყანა და ქართული ოცნება დღემდე ავრცელებს მოსაზრებას თითქოს 2008 წლის 8 აგვისტოს რუსულმა მხარემ საქართველოს აგრესიას უპასუხა და ამიტომაც დაიწყო ომი. კრემლის პროპაგანდა მალავს, რომ ეს თავდასხმა წლებით ადრე დაგეგმეს და ქვეყანაში ჯერ კიდევ 7 აგვისტოს შემოიჭრნენ. რაც შეეხება კითხვას, როდის გადაწყვიტა კრემლმა 2008 წლის აგვისტოს ომისთვის მზადება, ამას 2012 წელს სომხეთში ვიზიტისას ვლადიმერ პუტინმა თავად უპასუხა. მისი განცხადებით, საქართველოსთან ომის გეგმა რუსულმა გენშტაბმა მოამზადა 2006 წლის ბოლოს და 2007 წლის დასაწყისში. ამ გეგმის პრაქტიკული განხორციელება კი მოსკოვმა 2008 წელს გადაწყვიტა. Уже об этом говорил публично и раньше. Это не секрет, повторю еще раз. План был подготовлен Генеральным штабом где-то в конце 2006 или в начале 2007 года. Он был мной утвержден, согласован. Более того, в рамках этого плана проводилась и подготовка юго-осетинских ополченцев.